Am დასახლებას რეალურად მოიწყეს. დასახლება მიწას მივახეთ. სამხედროები მეუღლებიან არის. Ми продовжуємо виконувати наказ тримати оборону. Забираемся на крыши и даем оборону. Слава Украине! გამარჯობა. დღეს კვირაა და ტრადიციულად 20 საათსა და 30 წუთზე ეთერშია სამხედრო ანალიტიკური გადაცემა ვემსახურები საქართველოს, მე კი მისი ავტორი და წამყვანი გიორგი წეროძე ვარ. დღეს ჩვენი მთავარი თემა იქნება ჩინეთისა და ტაივანის ურთიერთობები, რომელსაც სტუმართან ერთად განვიხილავთ. ჩვენი სტუმარია სინოლოგი შალვა ჩიხლაძე. მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან. ბატონ შალვა, დავიწყოთ თავიდან. ცოტა ისტორიული ექსკურსიით გამომდინარე იქიდან რომ ქართულ ენაზე ჩინეთ-ტაივანის ურთიერთობებზე ბევრი არაფერი იძებნება. საიდან იწყება პროცესი, რომელმაც ეს ორი მე მაინც ვიტყვი რომ ქვეყანა დღევანდელ დღემდე მოიყვანა. კი ბატონო, ხო სასურველია აუცილებლად დავიწყოთ ცოტათი ისტორიული ექსკურსით. ზოგადად კუნძული ტაივანი მაგალითად ანტიკურ პერიოდში ძირითადად დასახლებული იყო იმ ეთნიკური ჯგუფის ტომებით, რომლებიც მაგალითად ახლოს არიან ეთნოლოგიურად თანამედროვე თვალსაზრისით იმ ხალხთან, რომლებიც სახლობენ ოკეანეთის ტერიტორიაზე, აი ფიჯიში, სამოაზე და ასე შემდგომ. ფაქტობრივად მთელი თითქმის შუა საუკუნეების განმავლობაში ეს იყო დასახლებული ამ ტიპის ტომებით და იქ ჩინეთის სხვადასხვა დინასტიებს არ ჰქონდათ ხოლმე ცენტრალური ასე ვთქვათ ადმინისტრირება და მმართველობა. ამის ფაქტობრივად ინტერესიც არ იყო. მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება ითქვას იუენის დინასტიის დროს, აი მე-13-მე-14 საუკუნეში გაჩნდა გარკვეული ასე ვთქვათ ჩინური დასახლებები ტაივანზე, მაგრამ შემდგომაც უკვე შემოყოლებული პერიოდი მინგის დინასტიის დროს, ანუ გულისხმობ მე-15-მე-16 საუკუნეშიც ეს კუნძული იყო ძირითადად უფრო მეკობრეთა თავშესაფარი და მეთევზეების, მეკობრეების და ასეთ რაღაცნაირად მთელი აზიიდან სხვადასხვა ტიპის ავანტიურისტული ჯგუფების თავშესაფარი და პლუს იქ ცხოვრობდნენ ადგილობრივი ჯგუფები, როგორც და რომელიც წეგან ვახსენე, იყვნენ ასე ვთქვათ ასტრონეაზური წარმოშვების. რაც შეეხება თვითონ კუნძულის აქტუალურობა გაიზარდა მაშინ, როდესაც დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები დაიწყო და იქ შეაღწია თავდაპირველად ჰოლანდიურმა, შემდგომ უკვე ესპანურმა კოლონიზატორებმა და ისინი მას იყენებდნენ როგორც ასე ვთქვათ სავაჭრო დანარჩენ აზიასთან, მათ შორის ჩინეთთან, იაპონიასთან და ასე შემდგომ. მე ამ პერიოდში უკვე იქ გადადის ეთნიკურად ხანელი მოსახლეობა. შემდგომ ცოტა მოგვიანებით აი მე-17 საუკუნის ბოლოს ტაივანი იყო, კუნძული ტაივანი იყო მინგის დინასტიის, ან ბოლო უკანასკნელი ჩინური დინასტიის, ასე ვთქვათ, ლოიალისტების თავშესაფარი, იქ ცნობილი სამხედრო მმართველი და მეკობრე კოსინგა, რომელიც ებრძოდა მანჯურიელებს, რომლაც პეკინი დაიპყრეს 1644 წელს და აი მანჯურიელებმა რეალურად მოახერხეს ის, რომ 1680-იან წლების ბოლოდან უკვე ტაივანი შეიყვანეს როგორც ერთ-ერთი ჩვეულებრივი რეგიონი, პროვინცია და იქ დასვეს გენერალ-გუბერნატორი. ასე გრძელდებოდა 200 წელიწადით, ის იყო როგორ დაახლოებით ესე 1687 წლიდან 1895 წლამდე ის იყო ჩვეულებრივი ჩინური პროვინცია, სადაც იზრდებოდა ჩინელი და ჩინეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობა. უკვე როდესაც პირველი ჩინური-იაპონური ომი მოხდა 1890-95 წლებში და ჩინეთმა წააგო მაშინ სასტიკად, შიმონოსეკის ზავით ტაივანი ასე ვთქვათ გადავიდა იაპონიის მმართველობაში და იმ პერიოდიდან მოყოლებული ვიდრე 1955 წლამდე, სანამ იაპონია გამოაცხადებდა კაპიტულაციას შეერთებული შტატებისა და მერე უკვე ჩინეთის რესპუბლიკის მისამართით, იქ ეს იყო იაპონიის შეიძლება ითქვას კოლონია.
1945 წლიდან 59 წლამდე იყო ჩვეულებრივად ჩინეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში, ხოლო როდესაც უკვე და პარალელურად როდესაც მიდიოდა კონტინენტურ ჩინეთში ბრძოლა სამოქალაქო ომი კომუნისტურ პარტიასა და ნაციონალისტურ პარტიას შორის, ის იყო ძირითადად ნაციონალისტური პარტიის მხარდაჭერების, ანუ ჩვენში ცნობილი გომინდანი, ანუ გომინდანის ორი ტრანსლიტერაციით, ჩანკაიშის მხარდაჭერების თავშესაფარი. და რეალურად კუნძული თაივანი და ხაივანი ხაინანი იქნა გამოყენებული 1959 წელს ნაციონალისტების მიერ უკან დახევის პორტპოსტად. ხაინანი დაკარგა ნაციონალისტებმა, მაგრამ 1959 წლიდან როდესაც ნაციონალისტებმა წააგეს სამოქალაქო ომი, მათ გადაიტანეს, ასე ვთქვათ, ჩინეთის რესპუბლიკა დროებით თაივანის ტერიტორიაზე და 1959 წლიდან ჩვენ რეალურად გვაქვს შეიძლება ბრჭყალებში ორი ჩინეთის რესპუბლიკა, რომელიც აგრძელებს არსებობას კუნძულ თაივანზე და კონტინენტურ ჩინეთსა უკვე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, რომელიც მმართველი არის უკვე კომუნისტური პარტია აგერ უკვე 1959 წლის 1 ოქტომბრიდან. იყო ერთგვარი კრიზისი, ასე ვთქვათ, გასულ საუკუნეშიც დაპირისპირებულ მხარეებს შორის. 60-იანი წლებიდან მოყოლებული როგორ ვითარდებოდა ეს პროცესები, ვიდრე 91 წლამდე, როცა თაივანის მთავრობამ, ასე ვთქვათ, დასრულებულად გამოაცხადა ომი ჩინეთთან. ამ პერიოდის ურთიერთობებში რა იყო ყველაზე კრიზისული და როგორ მიმდინარეობდა მხარეებს შორის? ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ, აი დაახლოებით ქართულ კონტექსტში, თაივანი დაახლოებით ასრულებდა იმ დროს თეორიულად რომ შესრულებია საქართველოში სამეგრელოსა და აფხაზეთს იქ რომ გამაგრებული იყვნენ ასე ვთქვათ ზვიად გამსახურდიას მომხრეების სამხედროები. ანუ რეალურად 1959 წლიდან ჩინეთის რესპუბლიკა აგრძელებს თაივანზე არსებობას გენერალ-სიმუსი ჩანკაიში, რომელიც იყო ჩინეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი მანამდე და პირველი შეიძლება ითქვას 20 წელიწადი თითქმის საერთაშორისო ასე ვთქვათ სისტემაში, მათ შორის გაერთიანებების ორგანიზაციაში ის წარმოადგენს ჩინეთს, ანუ ჩინეთის რესპუბლიკა ასე ვთქვათ, განლაგებული თაივანზე, ის წარმოადგენდა ჩინეთს სხვადასხვა საერთაშორისო პროცესებში, მათ შორის გაეროში უშიშროების საბჭოში. როდესაც გაეროს უშიშროების საბჭო შეიქმნა, ჩინეთის რესპუბლიკა ამ შემთხვევაში, რომელიც მაშინ თავიდან უბრალოდ კონტინენტურ ჩინეთზე იყო, მაგრამ უკვე შემდგომ თაივანში არსებული მთავრობა წარმოადგენდა ჩინეთის გაერთიანებების უშიშროების საბჭოში. შემდგომ უკვე 60-იან წლებში სხვათა შორის იყო ესეთი მოსაზრება და რომ თაივანიდან შეიძლებოდა დაწყებულიყო კონტრშეტევა, ანუ რას გულისხმობ? ფაქტობრივად თაივანი იქცა გამაგრებულ ციხესიმაგრედ, სადაც გადავიდა თეორიულად ზუსტად ძალიან რთულია ამის, მაგრამ 1.5 მილიონიდან 2 მილიონამდე ნაციონალისტური პარტიის ჯარისკაცები, გენერლები, ოფიცრები, თავისი ოჯახებით და მათი გადაიტანეს მთელი სიმდიდრე და შეიარაღება. შეიძლება ითქვას ეს პატარა კუნძული, თუმცა არც პატარაა, 26000 კვადრატული კილომეტრია, იქცა რაღაც შეიარაღებულ ციხესიმაგრედ და 60-იან წლებში, როდესაც ჩინეთის კონტინენტურ ჩინეთის ტერიტორიაზე იყო მთელი რიგი შიდა სოციალ-პოლიტიკური პრობლემები, ისინი ფიქრობდნენ, რომ კონტრშეტევა წამოეწყოთ და შეიძლებოდა გამხდარიყვნენ მოსახლეობის გამათავისუფლებები, ასე ვთქვათ, კომუნისტური დიქტატურისგან. მე ვციტირებ ჩანკაიშის. მაგრამ შემდგომ დაიწყო ომი ვიეტნამში, ბუნებრივია შეერთებული შტატებს აღარ ეცალა ამისთვის, იმიტომ რომ ფაქტობრივად პარტივი იქნებოდა, რომ თუ ჩინეთის რესპუბლიკა დაუწყებდა კომუნისტურ პარტიას ომს კონტინენტურ ჩინეთზე, შეერთებული შტატები უნდა ჩარეულიყო. ვიეტნამის ომის გამო არავის აღარ ეცალა და შესაბამისად შეერთებული შტატების ჩარევით ეს გეგმა ჩაიშალა, თუმცა შეერთებული შტატები, როგორც თაივანის უახლოეს მოკავშირე იმ პერიოდში სამხედრო ბაზასაც ფლობდა ტერიტორიაზე, უწევდა ფინანსურ სამხედრო დახმარებას, ჰქონდა სხვათა შორის მაო ძედუნს რამდენჯერმე არსებობს ისტორიაში რამდენიმე თაივანის კრიზისი, ერთი იყო 50-იან წლებში. ცდელობა რომ კუნძულზე დაეწყო ოპერაცია, მაგრამ ბუნებრივია მაშინ სახალხო განმათავისუფლებელ არმიას არ ჰქონდა, ასე ვთქვათ, არ ყავდა ფლოტი, არ ჰქონდა ისეთი დონის საზღვაო ძალა, რომ კუნძულზე რომელიც იყო ციხესიმაგრესავით ეს კუნძული, ასე ვთქვათ, აიღო. შესაბამისად ეს გადაფიქრებული იყო. ასე გრძელდება ორი ჩინეთის არსებობა 1970-იან წლებიდან, მანამ სანამ არ დათვა ურთიერთობები შეერთებულ შტატებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის და 1971 წლიდან უკვე მოხდა გაერთიანებების ორგანიზაციაში ცვლილება და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
ჩაანაცვლა ჩინეთის რესპუბლიკა. გარიცხეს და ის გარიცხეს, თუმცა ბევრი სახელმწიფო მაინც ინარჩუნებდა დიპლომატიურ ურთიერთობას თაივანთან, მაგრამ უკვე როდესაც გაეროში დაბრუნდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, უკვე ნელ-ნელა დაიწყო იმან, რომ თელმა მსოფლიომ დაიწყო, ასე ვთქვათ, კურსის სვლილება და ყველამ დაიწყო პეკინის აღიარება, ასე ვთქვათ, ლეგიტიმურ ჩინეთად და ასე ვთქვათ, თაივანის მაღიარებელი სახელმწიფოების რიცხვი ნელ-ნელა მცირდებოდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თაივანი იყო რეალურად შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით ისეთივე ავტორიტარული სახელმწიფო, როგორც კონტინენტური ჩინეთი 1959 წლიდან 1987 წლამდე არსებობდა საგანგებო მდგომარეობა. გენერალ სიმუშ ჩანკაიშის გამოცხადებული ჰქონდა საგანგებო მდგომარეობა, აკრძალული იყო პოლიტიკური პარტიები და საკმაოდ ავტორიტარული მმართველობა იყო, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ეკონომიკურ თვალსაზრისით ის იყო, თქვათ, კაპიტალისტურ, ასე ვთქვათ, სისტემაზე და ამავდროულად იყო შეერთებული შტატების მოკავშირე. 71 წელს გარიცხეს გაერთიანებულების ორგანიზაციიდან, ხოლო ცოტა უფრო მოგვიანებით, 7 თუ 8 წლის შემდგომ, როდესაც პეკინმა და ვაშინგტონმა აღიარეს ერთმანეთი, უკვე ამ შემთხვევაში პეკინმა ვაშინგტონმა აღიარა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის ერთადერთი ლეგიტიმური ჩინური მთავრობა და თაივანის ეკუთვნოდა მას. თუმცა იქ იყო ერთი საინტერესო, ასე ვთქვათ, დაშვება, შეერთებული შტატები იტოვებდა უფლებას შეენარჩუნებინა კულტურული, სახალხო და ეკონომიკური ურთიერთობები კუნძულ თაივანზე და იყო ასეთივე, ასე ვთქვათ, ჯენტლმენური შეთანხმება, შეიძლება ითქვას, რომ ის არ აღიარებდა თაივანს როგორც დამოუკიდებელი სამართლის სუბიექტად, მაგრამ დაიცავდა კუნძულს თუ, ასე ვთქვათ, პეკინი გადაწყვეტდა სტატუს კო შეეცვალა სამხედრო თვალსაზრისით. ეს ხაზი იყო მთელი 70-იან წლების ბოლოს, 80-იან წლების 90-იან წლებამდე, შეიძლება ითქვას 90-იანამდე 2000-იან წლებშიც. 1980, მაგრამ აქ არის ერთი საინტერესო მომენტი. 1992 წელს, როდესაც უკვე თაივანი გადადიოდა დემოკრატიულ რელსებზე, არაფორმალურად ორმა ჩინეთმა, ანუ კონტინენტურმა, პეკინმა და თაიპეიმ მიაღწიეს გარკვეულწილ არაფორმალურ შეთანხმებას, რომელიც დღეს ცნობილია ლიტერატურაში როგორც 1992 წლის კონსენსუსი. რას გულისხმობდა ეს? მაშინ ჩინეთს თაივანს მართავს KMT, ანუ იგივე გომინდანი, ანუ გომინტანგი, ჩინეთის ნაციონალისტური პარტია, რომელიც იყო ჩინეთის უძველესი პარტია და ის რეალურად თავიანთ თავს მიიჩნევდა როგორც ასე ვთქვათ უძველესი ჩინური ცივილიზაციის წევრად და მას ჰქონდა ბმა იმ ჩინურ ასე ვთქვათ კულტურასთან, კონტინენტურ ჩინეთთანაც და ის აღიარებდა რომ ის რეალურად არის ერთ-ერთი ჩინური პარტია, რომელიც დროებით აღარ არის ხელისუფლებაში, თუმცა ის უნდა იყოს კომუნისტური პარტიის იდეოლოგიური მოწინააღმდეგე. იდეოლოგიური მოწინააღმდეგე, მაგრამ ჩინური მოწინააღმდეგე, მაგრამ ჩინური და ისინი აცხადებდნენ, რომ ეს არის დროებითი მდგომარეობა, ბუნებრივია ეს უკვე სიმბოლური ხასიათის იყო და ადრე თუ გვიან ისინი აღადგენდნენ, ასე ვთქვათ, კონტინენტურ ჩინეთზე ლეგიტიმაციას, იმიტომ რომ ის იყო სუნიატცენის პარტია, ადამიანმა, რომელმაც ჩინეთის ასე ვთქვათ მონარქია დაამხო და გამოაცხადა რესპუბლიკა და შემდგომ დაარსა გომინტანი. ანუ 92 წელს ეს ორი მხარე შეთანხმდა იმაში, რომ რეალურად არსებობს ერთი ჩინეთი და ისინი არ შეესწებოდნენ ჩინური ენის გაყოფას, ანუ რა იგულისხმება, რომ ისინი თანხმდებოდნენ, რომ იარსებოდა მხოლოდ ერთი ჩინეთი, მაგრამ ვერ თანხმდებოდნენ თუ რომელი ჩინეთი იქნებოდა, თუ ვინ მართავდა ამ ჩინეთს. კომუნისტური პარტია თუ ნაციონალისტური პარტია. ეს იყო ის შეიძლება ითქვას რაღაც თვალსაზრისით შუალედური ფორმა, რა ფორმითაც თაიპეიშიც ყოფილი იყვნენ და პეკინშიც. შემდგომ მოხდა ის, რომ როდესაც პირველი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, მაშინ პეკინმა გარკვეული სამხედრო მანევრებით ეს 90-იან წლებში, 94-15 წლებში ძიანწამი მინისტროს ცადა თითქოს ესკალაცია, მაგრამ მაშინ წყნარი ოკეანის მეშვიდე ფლოტი, რომელიც ახლო-მახლო მოძრაობდა, შეერთებული შტატები ფაქტობრივად თითქმის შევიდა თაივანის სრუტეში და ეს იყო სიგნალი მაშინ ჩინეთისთვის, რომ ნებისმიერ ნაბიჯი სამხედრო თვალსაზრისით იქნებოდა შეერთებულ შტატებთან დაპირისპირება მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები არ აღიარებდა თაივანს, ასე ვთქვათ, რაღაც საერთაშორისო სამართლის სრულფასოვან სუბიექტად. აქ უკვე მე 95 წლისდან მოყოლებული უკვე პერიოდი თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს შეიძლება ითქვას მეტნაკლებად ასე ვთქვათ სტაბილური ურთიერთობა, მაგრამ თაივანის პოლიტიკურ ცხოვრებაში შემოდის ახალი აქტორი.
ის რადგან აღარ იყო ასე ვთქვათ ავტორიტარული რეჟიმი და დემოკრატიული რელსებზე გადავიდა, გაჩნდა სხვა პოლიტიკური პარტიებიც. უპირველესად ეს არის DPP, ანუ ჩინურად მინძინტანი, რაც ითარგმნება როგორც დემოკრატიული პროგრესიის პარტია. ეს განსხვავებით KMT-სგან, ანუ კომინდანისგან, ეს იყო ის პარტია, რომელიც შეიქმნა უკვე კუნძულზე. და აი ამ ხალხის ამ ახალი პარტიის პოლიტიკური ღირებულებათა სისტემა უკვე ისინი აღარ თვლიდნენ, რომ მათ ჰქონდათ რაღაც თვალსაზრისით ბმა კონტინენტურ ჩინეთთან. ისინი უпростоრად მიელტვოდნენ აბსოლუტურ სრულ სუვერენიტეტს და ასე ვთქვათ გამოყოფას და ისინი თვლიდნენ, რომ 1959 წლიდან დაიწყო ახალი სახელმწიფო. KMT თვლიდა, რომ არა, ისინი არიან მართველები, ისინი აგრძელებენ ადმინისტრაციას კუნძულზე. მაგრამ ისინი არიან ჩვეულებრივად ჩინური ცივილიზაციის შვილები და მემკვიდრეები ჩინეთის, ასე ვთქვათ, უძველესი კულტურული დიდი იმპერიის და ცივილიზაციების. ამ ყველაფერმა გამოიწვია შიდა პოლიტიკური დაპირისპირებებიც 2018 წლიდან, გეტყვით, სანამ 2018 წლამდე მივალთ, მანამდე არის ის, რომ აი სი ძინპინის ხელისუფლებაში, როდესაც უკვე მოვიდა სი ძინპინი ხელისუფლებაში 2012 წელს და 13 წელს უკვე აირჩიეს ქვეყნის თავმჯდომარედ, ჩვენ რო პრეზიდენტს ვეძახით, მაშინ ჩინეთში იყო მაინძიო, რომელიც იყო თაივანზე იყო პრეზიდენტი მაინძიო, რომელიც იყო KMT-ის წარმომადგენელი და მან და სწორედ მაგ დროს მოხდა ის, რომ სინგაპურში ორი ჩინეთის წარმომადგენელი შეხვდა ერთმანეთს. ეს იყო შეიძლება ითქვას ისტორიული მოვლენა, როდესაც 1945 წლის მერე არ იყვნენ შეხვედრილი კომინდანის ნაციონალისტური პარტიის და კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელები. ეს ზოგადად ჩაითვალა იმ თვალსაზრისით, რომ რაღაცნაირად მიდის თითქოს დათბობა ორ აქტორს შორის, მაგრამ თაივანის მოსახლეობის ნაწილმა ჩათვალა, რომ ეს არის ზედმეტი დათბობა კონტინენტურ ჩინეთთან, რაც შეიძლება დაგვირგვინდეს იმით, რომ ის ავტონომია, რაც ამჟამად აქვს კუნძულს, დაკარგოს და შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნები უკვე KMT-ს წააგო. და უკვე 2016-17 წლიდან ჩვენ ხელისუფლებაში გვყავს DPP. DPP ის ახალი პარტია, რომელიც წარმომადგენელი არის დამოუკიდებლობის იდეის მომხრე და რომელიც ამბობს, რომ ის არ აღიარებს 1992 წლის კონსენსუსს და მას და ის თავს თვლის ლიბერალურ დემოკრატიული ასე ვთქვათ თავისუფალ ახალ ქვეყანად და მას არ უნდა კონტინენტურ ჩინეთთან რაღაცა ფორმით შეერთება, თუნდაც ეს იყოს ერთი ქვეყანა, ორი სისტემა. ეს მინდა მაყურებლისთვის გავმარტო, ეს არის ის ფართო ავტონომიური მოდელი, რომელთაც სარგებლობს ამჟამად ჰონკონგისა და მაკაოს სპეციალური ადმინისტრაციული ზონები, როდესაც ბრიტანეთმა და პორტუგალიამ 97-98 წლებში დაუბრუნეს ჩინეთს, ოღონდ დაუბრუნეს გარკვეული პირობებით, რომ მას ექნებოდა ფართო ავტონომია, მათ შორის საკუთარი ვალუტა, საკუთარი შიდა საიმიგრაციო პოლიტიკა, პარტიები, მონეტარული პოლიტიკა, საგანმანათლებლო პოლიტიკა და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ეს არის დაახლოებით ის მოდელი, რამოდესაც პეკინის თავაზობს კუნძულის წარმომადგენლებს, მაგრამ გამომდინარე ბოლო პერიოდში ჰონკონგში არსებული მთელი რიგი დაძაბულობისა, როდესაც იყო 2000 განსაკუთრებით 18-19 წლებში, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების აქტი მიიღო კონტინენტურმა ჩინეთმა და შეზღუდა, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად ავტონომია ჰონკონგზე იმ თვალსაზრისით, რომ თუ მანამდე ჰონკონგის ტერიტორიაზე დაკავებული ადამიანის გადაცემის უფლება არ ჰქონდა ჰონკონგის ხელისუფლებას კონტინენტურ ჩინეთზე და რეალურად ჰონკონგი იქცა ზოგ შემთხვევაში დისიდენტებისა და სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანების თავშესაფრად, რომლებიც გარბოდნენ ხოლმე კონტინენტურ ჩინეთიდან ჰონკონგში. ეს შეიცვალა და ეს თაივანელმა გამოიყენეს იმ თვალსაზრისით, რომ აი ეს სისტემა, რომელსაც ჩვენ გვთავაზობენ, როგორ ასე ვთქვათ, ყიფია და როგორი სუსტია, არ მუშაობს. ამ თვალსაზრისით გამოიყენეს სხვათა შორის. მაგრამ საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ დღეს შეიძლება ითქვას გარკვეულწილად პოლარიზაცია თაივანის მოსახლეობაში, იმ თვალსაზრისით, რომ გვყავს ორი, ასე ვთქვათ, მოსახლეობა ორ ნაწილად არის გაყოფილი. ერთი, DPP-ის მომხრეები, მეორე მომხრეები KMT-ის ვიღაცები პროჩინურს უძახიან, მაგრამ ჩემი აზრით ცოტა არასერიოზულია ნაციონალისტურ პარტიას, რომელიც თავის დაარსებით მთელი არსებობის ბაზისზე თითქმის ებრძვის კომუნისტურ პარტიას პროჩინური დავარქვათ, უბრალოდ KMT არის სტატუს კვოს მომხრე, ანუ როგორც ვართ, როგორც არის ამჟამინდელი მდგომარეობა შენარჩუნდეს ისე და ეს არის უფრო მეტად მშვიდობის მოყარე,
პარტია და განსაკუთრებით აი ამ უკრაინის ომთან მიმართებით ის ხშირად ადანაშაულებდა ხოლმე DPP-ს იმაში, რომ თუ ისინი გააგრძელებენ მათ არსებულ, ასე ვთქვათ, რიტორიკას, შეიძლება მოხდეს სისხლისღვრა, კონფლიქტი პეკინთან და ისინი როგორ, ასე ვთქვათ, ახდენენ ესკალაციას. საინტერესოა ის მომენტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკვე ბოლო 2-3 შემთხვევა DPP-ს წარმომადგენელი იგებს არჩევნებს საპრეზიდენტო დონეზე, თვითმმართველობისა და საპარლამენტო დონეზე საკმაოდ მაღალია წარმომადგენლობა KMT-ს, ანუ კომინტანგის და რეალურად დღესდღეობით ამ მიმართულებით ვითარდება ხოლმე თაივანის შიდა პოლიტიკური ცხოვრება, რომ ორი ჯგუფი, ერთი რომელიც არსებულ სტატუს-კვოს და რაღაცა თვალსაზრისით მშვიდობიან ურთიერთობას ემხრობა პეკინთან და ისინი თავს აცხადებენ, რომ ისინი არიან ჩინეთის რესპუბლიკის, ასე ვთქვათ, შვილები და არიან ჩინელები და მეორე უკვე საზოგადოების მეორე ნაწილი, რომელიც თვლის, რომ ისინი არიან თაივანელები და არა ჩინელები და მათ უნდათ სრული სამართლებრივი, ასე ვთქვათ, დამოუკიდებლობა და არანაირი კავშირი არ უნდათ კონდეთ კონტინენტურ ჩინეთთან. რამ გამოიწვია მზესუმზირის მოძრაობა? რა იყო ამის წინაპირობა, ანუ კონკრეტული მუხტი, რომელმაც გამოიწვია ეს დაპირისპირება ოპოზიციასა და ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებსა და სამთავრობო სტრუქტურებს შორის. დიახ, ამჟამინდელი აქ ის მომენტია, რომ როგორც გითხარით, DPP არის ხელისუფლებაში, მაგრამ ერთი ფაქტორი არის ჩინეთის ფაქტორი ბუნებრივია, მაგრამ მარტო ჩინეთის ფაქტორი ვერ იქნება, ხო? პოლიტიკური პარტიის მთავარი ხაზი. აქ არის ერთ-ერთი მომენტი ისიც, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით სოციალური მიმართულება ესეც მნიშვნელოვანია, DPP-მ რეალურად გარდა იმისა, რომ მას ჰქონდა ერთი ხაზი, რომ ასე ვთქვათ, დისტანცირებული იქნებოდა კონტინენტურ ჩინეთთან, სხვა მიმართულებით არც ესე წარმატებული გამოდგა. შესაბამისად, მოსახლეობის და თუნდაც ჩვენ ვხედავთ ბოლო პერიოდში, რომ თაივანის საკანონმდებლო უდაბნოში ფიზიკურადაც საკანონმდებლო ორგანოში ფიზიკურადაც კი უპირისპირდებიან ერთმანეთს. და რატომ? ეს არის ასე ვთქვათ, KMT-სგან, რომელიც ფაქტობრივად შეიძლება ითქვას თავის კოალიციურ პარტნიორებთან ერთად აკონტროლებს საკანონმდებლო ორგანოს, რაღაცნაირად პოლიტიკური კრიზისის შექმნის შესაძლებლობა, რომ ისინი არიან, ასე ვთქვათ, დემოკრატიის სახელით, არიან უცხო ქვეყნების და ამ შემთხვევაში ბუნებრივია იგულისხმება ძირითადად შეერთებული შტატების ინტერესის გამტარები და მათი ქმედებების შედეგად შეიძლება ქვეყანა მივიდეს, ქვეყანას დაემართოს ის, რაც დაემართა ამ შემთხვევაში მათ ისინი ხშირად იხსენებენ ხოლმე უკრაინას, ან რაც მოხდა მაგალითად ახლო აღმოსავლეთში. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით საკმაოდ ის არის ცოცხალი პოლიტიკური პროცესია კუნძულზე, სადაც შტოებს შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა პრეზიდენტი არის DPP-ს წარმომადგენელი, მაგალითად თაიპეის მერი ამჟამად დედაქალაქის რაც არის ქვეყნის მერი არის ჩანკაიშის შვილიშვილი, საკმაოდ ახალგაზრდა პოლიტიკოსი, ანუ დედაქალაქს აკონტროლებს ოპოზიცია, რომელიც არის შედარებით უფრო, ასე ვთქვათ, მშვიდობის მომხრე ჩინეთთან და მას აქვს მთელი რიგი ეკონომიკური პროგრამები და საკანონმდებლო ორგანოშიც კიდევ საკმაოდ მყიფე უმრავლესობა აქვს ხელისუფლება შესაბამისად ჩინეთის ფაქტორი არის ერთ-ერთი უმთავრესი, მაგრამ არ არის ჩემი აზრით მთლად უპირველესი, იმიტომ რომ მთელი რიგი ეკონომიკურ სოციალური ფაქტორებია, რომელიც ვერ გატარების გამოც არის კრიზისი თაივანის შიდა ტერიტორიაზე. ჩვენ ბოლო წლებში რამდენჯერმე ვნახეთ ჩინეთის მიერ, ასე ვთქვათ, ძალის დემონსტრირების მაგალითები, როცა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დაიწყეს სამხედრო მანევრები. რაც იყო პრინციპში პოლიტიკურ დონეზე ერთგვარი მუქარა ტაივანისთვის, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ სამხედრო ძალა, რასაც ასევე მოყვა პისიერი პასუხი შეერთებული შტატების მხრიდან, როცა იქ ჩავიდა ნენსი პელოსი. და საკმაოდ რთული იყოს მაშინ მდგომარეობა, იმიტომ რომ რა მოხდა მაშინ და ასე ვთქვათ, რა სამხედრო ძალით ხდებოდა ეს მუქარა. ხო, ზოგადად შეერთებული შტატები წეგან როგორც ვახსენე 1979 წლის მერე ბუნებრივია აღარ აღიარებს თაივანს და ჩინეთის რესპუბლიკას, მაგრამ მას აქვს წარმომადგენლობა გახსნილი თაივანში, აქვს საკმაოდ მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები, 120 მილიარდია სავაჭრო ბრუნვა, უარყოფითი სალდო აქვს შეერთებულ შტატებს, რაზეც სხვათა შორის დონალდ ტრამპი
წუხდა, ანუ 80% არის იმპორტი ტაივანიდან, ძირითადად ნახევარგამტარები და ასე შემდგომ და 40 მილიარდი არის 80 მილიარდი არის იმპორტი, 40 მილიარდი არის ექსპორტი. მაშინ ნენსი პელოსი გამომდინარე იქიდან რომ ბაიდენი იყო ხელისუფლებაში და ზოგადად დემოკრატების ხაზი ცნობილია როგორც ლიბერალური დემოკრატიის დაცვა გლობალური მასშტაბით და იმ დროინდელი ცაინგვენი, რომელიც ასევე ცდილობდა რომ მისი პოზიციების ფორმულირება მსოფლიო პოლიტიკაში მოეხდინა როგორც ასე ვთქვათ დემოკრატიის დამცველი, რომელიც ებრძვის არადემოკრატიულ უზარმაზარ წითელ საფრთხეს. ეს იყო გამოხატულება, ასე ვთქვათ, მხარდაჭერის შეერთებული შტატების მხრიდან, თუმცა ეს დემოკრატების მმართველობის მდგომარეობა თქვენ რაც ახსენეთ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში რეალურად სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ესკალაცია იწყება ჯერ კიდევ 1923 წლიდან, როდესაც ჩინეთს მართავდა KMT, ანუ ჩინეთის ნაციონალისტური პარტია. და საინტერესოა ის მომენტი, რომ ვიეტნამის ომის დროს ეს ფაქტი მინდა ხაზი გავუშვი, ვიეტნამის ომის დროს სამხრეთ ვიეტნამელებმა სანამ დაეცემოდა საიგონი, მოახდინეს რამდენიმე კუნძულის ოკუპაცია. და ეს იყო შემთხვევა, როდესაც ორივე ჩინეთი აპირებდა, იყო ესეთი გეგმა, ორივე ჩინეთი აპირებდა გაეგზავნა პატარა რა თქმა უნდა საექსპედიციო კორპუსი სამხრეთ ვიეტნამელების იქიდან გასაყრელად და ეგ იყო შემთხვევა, როდესაც KMT მაშინ მისცა ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიის გემებს უსაფრთხო გასასვლელი თაივანის სრუტეში, რომ ასე ვთქვათ, ჩინური დროშა ყოფილიყო სამხრეთ ჩინეთის კუნძულებზე, სამხრეთ ჩინეთის ზღვის კუნძულებში. რაც შეეხება ზოგადად ამ კუნძულებს, ამაზე მინდა ორიოდე სიტყვა თქვა, ეს არის ფაქტობრივად მარჯნის რიფები, ძალიან ასე ვთქვათ, პატარა კუნძულები, მაგრამ არის მრავლობითი არქიპელაგია. აქ თავარი მიზეზი ალბათ არის ის, რომ პირველი თუ იქ კუნძულზე შენი იურისდიქცია ვრცელდება, შენ გაქვს ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა 12 მილის მიმართულებით 12 მილის რადიუსში და რაც გულისხმობს იმას, რომ იქ არის ასობით კუნძული და 12 მილი ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად მთლიანად აკონტროლებს არქიპელაგებს აკონტროლებ. პლუს ის არის უზარმაზარი ფაქტობრივად სტრატეგიული ადგილი, იმიტომ რომ მთელი აღმოსავლეთ აზიის საკონტეინერო გადაზიდვა ხდება სამხრეთ ჩინეთის ზღვის გავლით, მეორე იქ რომ იქ არის უზარმაზარი თევზის რეწვის რესურსი, მესამე იქ რომ სავარაუდოდ არის საუბარი რომ იქ არის ბუნებრივი რესურსები, მათ შორის ნავთობის თვალსაზრისით და მეოთხე ის რომ ეგრეთ წოდებული რომ შევხედოთ კუნძულთა ჯაჭვის სტრატეგიულ პირველი კუნძულთა ჯაჭვი, მეორე კუნძულთა ჯაჭვი, მესამე კუნძულთა ჯაჭვი, ამჟამად ჩინეთი არის შეიძლება ითქვას გარკვეულწილად სამიზნე ამერიკული ბაზებისა, რომელიც არიან სამხრეთ კორეაში, რომელიც არიან გუამში, არიან ოსაკაში და ჩინეთის ასე ვთქვათ ნაბიჯი რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩააყენოს რაღაცა ტიპის შეიარაღებები, ააშენოს აეროდრომები და შექმნას ხელოვნური კუნძულები, გააჩინოს საზღვაო ინფრასტრუქტურა, არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ თეორიული თვალსაზრისით და ჰიპოთეტური თვალსაზრისით პირველი დარტყმის ალბათ გადატანა მისი საზღვრებიდან საკმაოდ მოშორებული, რომ მას ასე ვთქვათ კონტინენტურ ჩინეთზე კონდეს მომზადების შესაძლებლობა და პლუს ზემოთ ჩამოთვლილი ის ფაქტები, რაც წეგავ თქვი, რომ იმ მთლიანად სამხრეთ ჩინეთის ზღვის კონტროლი და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ეს ერთი, რაც შეეხება თვითონ კუნძულის ირგვლივ სხვადასხვა ტიპის სამხედრო წვრთნებს, ბოლო ყველაზე მასშტაბური რაც იყო ეს ფაქტობრივად იყო იმიტაცია ბლოკადის და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ეს აქვს დეკლარირებულად გამოცხადებული, რომ მას სურს, მისი მთავარი მიზანი არის ის, რომ აღადგინოს ქვეყანა გააერთიანოს მშვიდობიანი გზით, მაგრამ და ეს ყველა რიტორიკაში ის არ ამბობს უარს, რომ თუ საჭირო გახდა ოღონდ ეს რა გარემოებებში ზუსტად ართული ამის თმა ის მან დაიტოვა სამხედრო, ასე ვთქვათ გზა იმისათვის რომ გაერთიანოს ქვეყანა. აქ საინტერესო რა არის ის რომ დავასრულებ თუ შეიძლება რომ ფაქტობრივად მოსახლეობის ნაწილი KMT-ს ამ შემთხვევაში ნაციონალისტურ პარტიას აღიქვამს იმ ძალად რომლის დროსაც ომის ესკალაცია იკლებს, ხოლო DPP
ამ შემთხვევაში ცოტა ესეთი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ის პირველ ადგილზეა ყველაზე პოპულარული პოლიტიკური პარტია, მაგრამ მოსახლეობის არც თუ ისე მცირე ნაწილი თვლის, რომ DPP-ის ამ რაღაც პროდამოუკიდებლური თამაშების შედეგად შეიძლება ის სტატუს-კვო, რა სტატუს-კვო ამჟამად ავად თუ კარგად არის, შეიძლება შეიცვალოს და პეკინმა გადაწყვიტოს სამხედრო გზით ტერიტორიის დაბრუნება, თან მithumetes იმ ფონზე, რომ შეერთებული შტატები ამჟამად რაღაცნაირად თავისი გეოპოლიტიკური სტრატეგიის რევიზიის პროცესშია და ზუსტად ჯერჯერობით ძალიან რთულია ტრამპის ახალი ადმინისტრაცია ამ შემთხვევაში რას მოიმოქმედებს, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ მთელი რიგ გადახედვებს შეერთებული შტატების მხრიდან და ჯერჯერობით ძალიან რთულია რა თეორიულ დონეზე რა იქნება შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის რეაქცია ამ შემთხვევაში თუ პეკინმა ძალის გამოყენება გადაწყვიტა. და თუ მაინც გადაწყვიტა პეკინმა ძალის გამოყენება ტაივანზე, რა რესურსი აქვს? სამხედრო რესურსი ტაივანს იმისთვის, რომ დაიცვას თავი და მოიგერიოს სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი არმიის შეტევა და ამავდროულად ტექნოლოგიურად განვითარება. ბუნებრივია. ზოგადად აქ საინტერესოა ის ფაქტორი, რომ მიუხედავად იმისა, რომ მთელი წლების განმავლობაში ტაივანი იყო გადაქცეული ნაციონალისტური პარტიის წევრების მიერ, კუნძულ ციხესიმაგრედ, დღეს თითქოს ისეთი მილიტარიზაციის ხარისხი ბოლო წლებში, ამ შემთხვევაში გულისხმობ მაგალითად 2000-იან წლებში აღარ არის, მაგრამ ბოლო პერიოდში ჩვენ ისევ ხედავთ, ასე ვთქვათ, შეიარაღების გაზრდას, მილიტარიზაციას. ვფიქრობ, ზოგადად თუ არ იქნა ჩართული გარედახმარება კუნძულს თეორიულადაც და ჰიპოთეტურადაც ძალიან გაუჭირდება, ახლა ჩინეთის სახალხო გრძელვადიან პერსპექტივაში ნამდვილად გაუჭირდება. იმიტომ რომ რეალურად კუნძული ტაივანი ჩვენ რუკაზე რაც არის ის დიდ კუნძულის გარდა, იქ არის კიდევ მთელი რიგი პატარა კუნძულები, რომელიც არის ტაივანის სრუტეში და სხვათა შორის კონტროლდება ტაივანის მიერ, რომელიც არის პატარა დასახლებული კუნძულები. მას ვფიქრობ საკმაოდ გაუჭირდება, მაგრამ არის ერთი ფაქტორი, რომლის ასე ვთქვათ განსაზღვრა ყველას უჭირს ხოლმე. არ ვიცით როგორ იქნება მოსახლეობის ასე ვთქვათ განწყობა, იბრძოლებს მოსახლეობა ისე როგორც იბრძოლა უკრაინელებმა მაგალითად პირობითად თუნდაც იგივე ერთი ჩინეთის ან სხვა რაღაცა თვალსაზრისით საერთო სახელმწიფო შექმნის იდეა, იმიტომ რომ ვიღაცები ამ იდეას მომხრეები ტაივანზე წავს ამ ეტაპზე, რა რეაქცია იქნება ამ ადამიანებს და საზოგადოება როგორ გამოეხმაურება ამ ფაქტორს, ეს არის ძალიან რთული. ამიტომ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ზოგადად თუ დაუკვირდები ჩინეთის სტრატეგიას, ის ყოველთვის ცდილობს ირიბი მეთოდებით, აი რაც არის ჩინურ კლასიკურ სტრატეგიებში სუნძი იქნება თუ სუნბინი თუ ვიღაცები 2500 აღმოსავლური სიბრძნე რომ არა პირდაპირ ესკალაციით მიაღწევს. აი თუნდაც იგივე ჰონკონგისა და მაკაოს შემთხვევა, ჩემი აზრით ეს კონფლიქტოლოგიაში არის საკმაოდ საინტერესო შემთხვევა და ანალიზი, როდესაც მაშინ პეკინის 80-იან წლებიდან მოყოლებული ქონდა ისეთი პოლიტიკა, რომ რეალურად კოლექტიური დასავლეთი პირველ რიგში დიდი ბრიტანეთი და მათ შორის ტეჩერიც კი, იმიტომ რომ ტეჩერი იყო, როდესაც დაიწყო მოლაპარაკება, რაღაცნაირად დაარწმუნა იმაში, რომ სასურველი იქნებოდა დაებრუნებინათ პეკინისთვის ჰონკონგი და მაკაო, იმიტომ რომ ის არ წარმოადგენდა არანაირ პრობლემას, ის იყო ეკონომიკური, ასე ვთქვათ, უბრალოდ ის იყო რაღაც დიდი ქარხანა, რომლებსაც ჰქონდა მხოლოდ ეკონომიკური ინტერესები და არ ჰქონდა რაღაცა დიდი გეოპოლიტიკური ამბიცია და პლუს მათ მისცეს თავის დროზე 90-იან წლებში ისეთი ტიპის ფართო ავტონომია ჰონკონგსა და მაკაოს, რაც დასავლეთ ქვეყნებში არ აქვს ხოლმე ავტონომიურ ერთეულებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, პეკინი შეეცდება ეს არ მივიდეს სისხლისღვრამდე, მაგრამ თუ კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ სამხედრო ესკალაცია ვიხილეთ, ვფიქრობ, უცხო ქვეყნების, ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები იქნება თუ სხვა დახმარების გარეშე კუნძულს არ აქვს შანსი, იმიტომ რომ ზოგადად მანძილი კონტინენტურ ჩინეთსა და ტაივანს შორის არის 120-115 კილომეტრიდან ახლოს არის ერთმანეთთან და შესაბამისად რაოდენობრივი ფინანსური, ტექნოლოგიური რესურსი არის ბუნებრივია პეკინის მხარეს.
ახოთ როგორ განვითარდება პროცესები. თუმცა არასოდეს თქვა არასოდეს როგორც დათქვავია. მადლობა რომ იყავით დღეს ჩვენი სტუმარი. მე მაყურებელს შევახსენებ რომ ჩვენი სტუმარი იყო სინოლოგი შალვა ჩიხლაძე. შევხვდებით ერთმანეთს მომავალ კვირას ზუსტად 20 საათსა და 30 წუთზე. დროებით.